უკვე ვისაუბრეთ რეპროდუქციულ წარმატებაზე წინა ვიდეოში. ვთქვით, რომ ის დაკავშირებულია შთამომავლობის იმ რაოდენობასთან, რომელსაც ორგანიზმი თავისი სიცოცხლის განმავლობაში წარმოშობს. ამ ვიდეოში ვიფიქროთ იმ სტრატეგიებზე, რომელსაც მცენარეები იყენებენ რეპროდუქციული წარმატებისთვის. მცენარე, რომელსაც უფრო მეტი სიცოცხლისუნარიანი შთამომავლობა ჰყავს, უფრო მაღალ რეპროდუქციულ წარმატებას აღწევს. ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია, რომელსაც მცენარეები იყენებენ გამრავლების შანსის გასაზრდელად, არის ცხოველების დახმარებით დამტვერვა. ალბათ გინახავთ დამტვერვა, მაგალითად ფუტკარი რომ აგროვებს ყვავილიდან ნექტარს. როცა ამას აკეთებს, მას ეწებება მტვერი. შემდეგ ამ ფუტკარს ყვავილიდან სხვა ყვავილზე გადააქვს ეს მტვერი, რაც იწვევს გენეტიკის ერთმანეთში არევას ამ ორი სხვადასხვა ყვავილის და მცენარეების გამრავლებას. ახლა, როცა მცენარე გამრავლდება, უნდა ვიფიქროთ თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება მისი შთამომავლობა. შეძლებენ კი გადარჩენას და შემდგომ გამრავლებას. ამისთვის მცენარეები ხშირად იყენებენ თესლის გავრცელების სტრატეგიას. მთავარი იდეა არის, რომ თესლი რაც შეიძლება ფართოდ გააბნიონ, ხანდახან მშობელი მცენარიდან მოშორებით, რათა გაიზარდოს შანსი, რომ თესლი ნოყიერ გარემოში მოხვდეს. და ალბათ ამისი მაგალითიც გინახავთ. მაგალითად, ბაბუაწვერას რომ ის პატარა ბუსუსები წყდება ძლიერ ქარში, ან როცა სულს შეუბერავთ, ხდება სწორედ ეს. ამ ბაბუაწვერას თესლის გავრცელება გარშემო. და თესლს აქვს სპეციალური სტრუქტურა, რაც მას ეხმარება, რომ ჰაერში დიდი მანძილი დაფაროს და შეიძლება ბევრი მათგანი დაეცეს ისეთ ადგილას, სადაც არაფერი ესაქმება და ვერ განაყოფიერდება ვერაფერი, მაგრამ ზოგი მათგანი შანსია მოხვდეს ნოყიერ ადგილას და იქ გაიზარდოს მომავალი მცენარე. ამაში მცენარეებს ცხოველებიც ეხმარებიან. მაგალითად, ჩიტი რომ ჭამს ხილს, შეიძლება თესლები შორს წაიღოს მშობელი მცენარიდან. ხანდახან ცხოველები ჭამენ ხილს და მოგვიანებით ანსადმე აგდებენ, ან გადაამუშავებენ და გამოყოფენ და შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს აქ ნოყიერი ნიადაგი, სადაც თესლი გაღვივდება და გაიზრდება. ეს იყო მოკლე მიმოხილვა მცენარეთა ზოგიერთი სტრატეგიის, იმისთვის რომ გამრავლდნენ და რეპროდუქციული წარმატება ჰქონდეთ მაღალი და მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რეპროდუქციული წარმატების ცნება ბუნებაში გვხვდება ბევრგან. იქნება ეს ცხოველების ქცევები თუ მცენარეთა სტრატეგიები.